აბა მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. კეთილი იყოს თქვენ შემობრძანება ჩემთან, ჩემ არხზე, ტაროს არიელი, ტაროს პასუხები, სამყარო ენერგო საინფორმაციო ფაქიზის სივრციდან, კოლექტიური სივრციდან, ჩემს გაშლებზე, ვიდეო გაშლებზე, ვიდეო კონსულტაციებზე და თქვენი ჩართულობა, ჩემთვის საამნიშნელოვანია ლაიქი და ასევე კომენტარი. რამდენად რეზონირდა, მე სტიმულს მაძლევს, თან ენერგო გაცლა ხდება და რა თქმა უნდა შესაბამისად თქვენი რწმენა, რომ ასე მოხდება. იმიტომ რომ მე ტყუილად არ ვსაუბრობ. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ, ვინც მიყურებთ, ვინც ხართ ჩემი ერთგული მსმენელები და მაყურებლები, დიდი მადლობა ისე შემოსულს სტუმრებს, სახლებს. მადლობა თქვენ ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ასევე პირადში ვინც წერთ და მიკავშირდებით კითხვებზე, რაღაც სხვადასხვა პრობლემებზე და ერთად ვარჩევთ და განვიხილავთ და მე გეხმარებით თქვენ, ეს ჩემი მისიაა და რა თქმა უნდა, თქვენსავით მე ცნობის მოყვარე ვარ და მეც ბევრი რამე მაინტერესებს. ამიტომ წინ განვიხილავთ თემას აგვისტოს თვე, როგორც პირადი, კარიერა მთლიანად ზოგადად და იქნება 4 ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. ან არ მინდა ეხლა ძალიან გრძელი ვიდეო გამომივიდეს, შესაბამისად კონკრეტულ და ასე ვთქვათ, მოკლე კითხვებით შემოვიფარგლები, რა პასუხებსაც მივიღებ იქიდან გამომდინარე განვავრცობ, ან და უბრალოდ მოკლედ ვიტყვი და ველოდები თქვენგან უბრალოდ მადლიერებას. აბა თქვენიცით. მაშ დავიწყეთ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი, მეოთხე ვარიანტი, აგვისტოს თვე, აგვისტოს თვის პროგნოზი მთლიანობაში, პირადი, კარიერა, ბიზნესი, ფინანსები და ასე შემდეგ. რას მოგვიტანს აგვისტოს? საერთოდ ძალიან ისეთი თვეა აგვისტო, ვიცით რომ ლომის ზოდიაქოა, აგვისტოს თვის მფარველი, შესაბამისად ეს ენერგია ლომის, როგორც იმპერატორის, როგორც მეფის, როგორც მბრძანებლის, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს და ეს თვე ჯერ ერთი უფრო დასვენებისკენ მიდრეკილია, მეორე უფრო ესეთი პასიურია. ხო და ნახოთ ეხლა, გავუსწრებთ მოვლენებს წინ. სამყარო რას გვიმზადებს აგვისტოს თვეში, ხო? პირველი ვარიანტი. ვინც ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი. რას მოგიტანთ 2026 წლის აგვისტოს თვე? თქვენ პირადად. თქვენი პირადი ურთიერთობა, თქვენი ფინანსები და რჩევა. პაჟის პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ ნაბიჯებით, პატარა ნაბიჯებით, ახალი პატარა ამბებით, ახალი პატარა შესაძლებლობებით. თქვენ აქ ამოხვედით, არა აქ მნიშვნელობა კაცია, ქალია, სქეს, აქ იკითხება ენერგია. თქვენ ამოხვედით აქ საკმაოდ ენერგიული, რომელიც უბრალოდ ზიხართ, აი თითქოს ყველაფერი გააკეთეთ და ეხლა ელოდებით შედეგს. პირადზე ამოდის აღდგენა. ან და ეს კარი ჯერჯერობით აკეტილია, ან და ძველი ურთიერთობა, რომელიც ვთქვათ, არ გამოდიოდა რაღაცა მომენტში გაჩერდა, ეხლა თითქოს სამყარო გაძლევთ მინიშნებას, რომ მოდით რა, გაჩერდით, მაგრამ წინ გელოდებათ ახალი. აი ეხლა აი ამ საკითხს სჭირდება გადამოწმება, რახან აღდგენაზეა და ზეციურ სამართალზეა საუბარი, თვითონ ზეცაში განაგებენ ამ ამბავს, თქვენ პირადთან, თქვენ ბედთან დაკავშირებით და ვნახოთ, აბა როგორ გადაწყდება ზემოდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობაც აქ და მოქმედება მნიშვნელოვანი. მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რისკენაც თქვენ, ისწრაფვით და რაც თქვენ გინდათ. და რა თქმა უნდა, აქ თქვენ ძალაზეა საუბარი, თვითკმარი ქალის პოზიცია ამოდის და ძლიერი ქალის, თქვენ შეგიძლიათ თვითონ ლომთან გამოხვედით. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ცხოვრება.
თქვენ შეგწევთ უნარი ამისი, თქვენ გაქვთ გონიერება. ფინანსებზე ამოდის დაბალანსება. ეხლა ეს თვე ისეთია რა, აღებ მიცემის, ზუსტადაც რომ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ნერვების დასაბალანსებელი, დასამშვიდებელი, გართობისთვის, სიამოვნების მიღებისთვის გჭირდებათ აღდგენ, ამიტომ უნდა დააბალანსოთ. არ დაინანოთ ფინანსები თქვენი სიამოვნებისთვის და დასვენებისთვის და რჩევა, ამოდის სტაბილურობა ყველაფერში, როგორც ოჯახში, ასევე თქვენს, გაჩერებაც არის, მაგრამ ეს თვე საერთოდ უფრო პასიური, ამიტომ ფულის პრობლემა არ გექნებათ, თუ გქონდათ გადადებული ის რაღაც, ხო, დასვენებისთვის, სიამოვნების მიღებისთვის, არ დაგენანოთ, თქვენ თავს ეცით პატივი და ისიამოვნეთ, დაისვენეთ და აღადგინეთ ენერგიები, ყველაფერი კარგად იქნება. პირველი პოზიცია, მადლობა. გადავედი მეორე პოზიციაზე. აგვისტოს თვე, 2026 წლის აგვისტოს თვე. ჯერ სიგნიფიკატორი, პირადი ურთიერთობა, ფინანსები და რჩევა. რაღაცა მაცდუნებელი კარტი ამოდის თვლიანობაში, არ ვიცი, ჯერ რა ხდება. მოდი გავარკვიოთ ერთად. ლოდინის კარტია, რაღაცას ელოდებით, დაპირებები მოგცეს, ჯერ არა და 3 თვეში, 2 თვეში, ჯერ ელოდებით. ოღონდ კარგ ამბებს, პირადში. ჩაკეტილობა გაქვთ პირადში. აი ნახეთ, ზუსტად ეს მთლიანობაში რაც ამოვიდა, ბოლო კარტი, მთლიანად აჩვენებს ამის სიტუაციას, ეს ამოდის პირადზე, ეს არის მოტყუება. ეს არის უკანონო კავშირი, ეს არის ბნება, ეს არის სექსუალური ტოლვა და ყველაფერი რაც დაკავშირებულია დაბალ ვიბრაციასთან, აქ ამაღლებული გრძნობა არ არის, ეს არის აბხორცული ბნების, ტოლვის და ცხოველური ინსტინქტების დაუკების, ასე ვთქვათ, მიმანიშნებელი უმაღლესი არკანი, რაზეც ამოდის პირადში ჩაკეტვა. მაშინ ნახოთ, რამ ან ვინ ჩაგიკეტათ პირადი, თუ ის ჩაკეტილია. ინფორმაცია მოდის მეორე ვარიანტზე, ამიტომ უნდა ვნახო და ვკითხო. გადავამოწმოთ. ადამიანი, რა თქმა უნდა. აქ ამოდის წასვლა, გასვლა ურთიერთობიდან, ეს იყო ვნებებს აყოლილი, ასე ვთქვათ, რომანტიზმის მოყვარული, თავგადასავლების სასიყვარულო, თავგადასავლების მაძიებელი, ესეთი პაჟი, პატარა, შეიძლება ასაკზე არ არის აქ მნიშვნელობა, თვითონ ადამიანის ბუნებაზეა, შეიძლება იყოს სიტყვაზე ვიძახი 50 წლის, მაგრამ როგორც პატარა ბიჭი ისეთი იყოს, ხო, სასიყვარულო ამბებში, ამიტომ გასვლა ამოდის, წასვლა გამოდის ურთიერთობიდან. ამასაც განვრცობა უნდა, მაგრამ მე ხო ვთქვი, რომ ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამომივიდეს, მე მიზეზი ვკითხე. და წასულია ეს ადამიანი თქვენი ურთიერთობიდან და დანგრევაც ყოფილა, მაგრამ დანარჩენი ახლა პირადში კი ვნახავ ყველაფერს. ვინც ასე ვთქვათ, მწერდა ხართ ჩემი უკვე ასე ვთქვათ კლიენტები. ვნახოთ ფინანსებში, გამოდის ძალიან კარგი კარტი და სტაბილურობა. თქვენ გახართ თქვენ პედესტალზე, გაქვთ სამსახურიც, ბიზნესიც, თქვენი სფეროც, რომელსაც მოაქვს სტაბილური ფული. ხა მე არ ვიძახი იმას, რომ არ იქა მილიონრები ხართ, არა, მაგრამ თქვენთვის საკმარისი და ცოტაზე მეტიც, კარგად დგახართ ფინანსებში. თქვენ პირადი გაქვთ ჩაკეტილი, ჩემოკარგებო. თუ როგორ გახსნათ პირადი, როგორ დაივიწყოთ ძველი ტრამვები, გაუშვათ და ასე შემდეგ, ეს უკვე არის ოფიციალური კონსულტაცია, სადაც მე, რა თქმა უნდა, თქვენ ყველას რჩევებს მოგცემთ და ენერგეტიკულადაც როგორ თქვენ თვითონ გაიწმინდოთ თავი. იმიტომ რომ ჯერ თუ არ გაუშვი წარსული, არ მოვა ახალი მომავალი. საერთოდ ესე არის და შენ რო გონია რომ გაუშვი, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ ჩვენი ქვეცნობიერი მას ვერ უშვებს და შიგნით არის ჯერ კიდე ეს ტრაუმა
ასე ვთქვათ, ჩაღვენთილი და ამის გაწმენდვა ადვილად ხდება და ბლოკების მოხსნა. არის ამის სათანადო პრაქტიკები ყველანაირი და ну რა ვიცი მე ახლა შემიძლია გირჩიოთ ოღონდ პირად კონსულტაციაში რა თქმა უნდა. გადავედი მესამე ვარიანტზე, აგვისტოს თვე 2026 წელი. მესამე ვარიანტი მინ ჩაიფიქრა, სიგნიფიკატორი, პირადი, ფინანსები და რჩევა მთლიანობაში. აქ ამოდის გასვლა, გზა, წასვლა, არ ვიცი ჯერ რა. ნახოთ, გავშალოთ კარტები. მესამე ვარიანტო. აქ გამოდის რომ ან მასწავლებელი ხარ, ან რაღაცას ასწავლი, ან სწავლობ, ან მოკლედ აი ესეთი შემოქმედებითი ნიჭი გაქვს, რომელიც უნდა განავრცოვდა, მაგას გეუბნები, ან გჭირდება კონტაქტები. მაგრამ შენ რატომღაც ჩაკეტილი ხარ? ჩაკეტილი ხარ, იმიტომ რომ ელოდები შეიძლება სამსახურს, შეიძლება რაღაც კარიერულ წინსვლას, ან ბიზნეს სფეროს, მაგრამ პირადში ამოგდის თან, ანუ ბავშვებთან, შვილებთან, არ ვიცი, ყავს თუ არა, რაღაცა გასაკეთებელი. შეიძლება ეს კონტაქტი ზუსტად ესე ხედავს სამყარო, რომ ბავშვებთან და შენზე უფრო მეტად, ანუ პატარა ასაკოვან ადამიანებთან უნდა, ესე იგი, ან მასწავლებელი იყო, ან დამრიგებელი იყო, ან აღზრდელი იყო, ან ლექსია წაიკითხო სტუდენტებთან, ხო? დააკვალიანო, დაარიგო და გამოხვიდე ამ ჩაკეტილობიდან, სამყარო გაძლევს ამის შანსს, ანუ და ამიტომ ამოდის გზა. წასვლა იმ რაღაცა სიტუაციიდან, არ ვიცი რა გქონდა და ახლის ჩანაცვლება ოღონდ აქ უკვე მასწავლებლური, აი სწავლის, ესეთი პედაგოგიური, რა ვიცი, აი ესეთი რაღაცა უნარები ამოდის და მზე, ანუ დიდი წარმატება. შეიძლება ამაშია შენი პოტენციალი. მოდი აბა სცადე. ну გამოსვლა გაქვს რა თქმა უნდა იმ გარიყულობიდან, იმ განდეგილობიდან, ან უნდა გამოხვიდე. ანუ და შემდეგ მიაღწევ წარმატებას, გამოგინათდება ცხოვრება. პირადზე ახლა აქ არ ჩანს. რახან ესეთი ინფორმაცია მოვიდა, ამას გადმოგცემთ. პირადზე მაშინ სპეციალურად უნდა ვკითხო, ხო? რახან არ მოვიდა არაფერი. ყოველ შემთხვევაში რაღაცა გაქვს გასაკეთებელი და ეს გაკეთება არა თანხას და არა ფულს, არამედ შენ ცოდნას ეხება. ან უნდა ისწავლო, ან უნდა ეს შენი ცოდნა რაც გაქვს, გადასცე. ანუ აი ესეთი ინფორმაცია აქ მესამე ვარიანტთან და შემდეგ გამოგდის ყველაფერი. ну ამას ელოდებიან, ხო? უმაღლესი ძალები. ნახოთ მეოთხე ვარიანტი. მადლობა. დამივა იქეთ თუ მოგეწონათ და მეოთხე ვარიანტი 2026 წლის აგვისტო, სიგნიფიკატორი, პირადი, ფინანსები და რჩევა. ну სტაბილურობა ამოდის, ოჯახის კარტი ამოდის, საყვარელი ადამიანები, კარგად ხართ, აგარაკი, სოფელი, სადღაც ქალაქგარეთ გასვლა, ეგეთი, ну გაქვთ რა, ანუ იდეაში. ნახოთ სიგნიფიკატორი. თქვენ აქ თვითონ ამოდიხართ როგორც ზოგადად აქტიური და ისეთი ქალი, რომელსაც გაქვთ თქვენი ინტუიცია, კარგად გახართ თქვენ ადგილას, სადაც ხართ, განაგებთ იმ სიტუაციას, შეიძლება ხელმძღვანელიც ხართ, შეიძლება რამეს ანუ უყურებთ და აძლევთ განკარგულებებს, აი ესეთი, ან თქვენ ცხოვრება მიყავთ, თქვენ როგორც თქვენ გსურთ ისე, ანუ საკმაოდ ძლიერი ქალი ხართ, ამის თქმა მინდა, ორგანიზატორიც. პირადში ამოდის ახალი დასაწყისი. ეს ძალიან კარგი კარტია, თუ არ გყავთ არავინ, აუცილებლად გაჩნდება ორმხრივი იქნება ეს გრძნობა, თუ გყავთ ვინმე, მაშინ უფრო მეტად გაძლიერდება და ორმხრივი თუა და იცით რომ მასაც ესე იგი გააქვთ ურთიერთობა, ანუ გაღვივდება, ხო? ფინანსებში აქ ამოდის ახალი ადამიანი. ნახეთ, მე ფინანსები დავუსვი, მაგრამ მოდის ინფორმაცია, რომ ახალი ადამიანი, ანუ პირადზეა აქ ახლა მეოთხე პოზიცია, უფრო მეტად ორიენტირებული, რატომღაც გელოდებათ ახალი დასაწყისი, ორმხრივი სიყვარული, ახალი ადამიანით, რომელიც მოიხიბლება თქვენით და
სტაბილური ურთიერთობა გაგიჩნდებათ ამ ადამიანთან, გადაწყვიტავთ ბოლოს და ბოლოს, რომ ნამდვილად ალბათ ეს ის არის, ვისაც ველოდი და ბოლოს ეს ყველაფერი აი ესე ოჯახით ეხლა ეს მომავალზეა საუბარი, ეხლა ამდენს მე ვერ ვხედავ, მაგრამ პროგნოზირება გვაძლევს პასუხს, რომ ოჯახით შეიძლება დამთავრდეს. მოდი გადავამოწმოთ, ეს ურთიერთობა, მომავალი, ახალი დაწყებული, ხო? ჯერ პატარა პაჟი თასებით მოსული, ესე იწყება ხო ყველაფერი ხა არავინ არ შემოგახტება. პირველ ჯერზე. ხო, აი როგორ დასრულდება. კი მაჩვენებენ, რომ სიყვარულით, ორმხრივ სიყვარულით. ნახეთ როგორი კარგი კარტია. აი ესეთ ორმხრივ ლამას ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ. მეოთხე გამოვიდა ფანტასტიკური, ნახეთ სამყაროსეული კანონი რას ამბობს. პირველ რიგში უნდა ინატროს სიყვარული და შემდეგ უნდა ინატრო ფული და მატერიალური კეთილდღეობა. რატომ? იმიტომ რომ სიყვარულზე დგას პირდაპირ მატერიალური მდგომარეობა და ფულიც. თუ შენ, ესე იგი, გაქვს სიყვარული, შენ გაქვს ყველაფერი. სადაც სიყვარულია, იქ ფულიც არის, კეთილდღეობაც არის, აყვავებაც არის, ბედნიერებაც არის, სიხარულიც არის. პირველი ღმერთი სიყვარული, პირველი არის სიყვარული და ამიტომაც ამოვიდა აქ. მე ხა ფინანსებზე ხომ მქონდა დასმული შეკითხვა და კარიერაზე. პირველი, გამახვილებული ახალი დასაწყისი სიყვარულით. თასები, გრძნობები. მოკლედ, თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, ღმერთმა შეგისრულოთ ესეთი ბედნიერი და პოზიტიური გაშლა, ინფორმაცია, რომელიც მივიღე, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ, გისურვებთ, დამტკბარიყავით ორმაგ სიყვარულში და გეპოვნოთ ზუსტად ის, ვისაც ეძებთ. სამყაროც ასეა, ვინც ეძებს, ის პოულობს. აბა, დროებით.